მშვიდობისა საქართველო დღეს როგორც შეგვიძლით გვექნება აქტუალურ საკითხზე საუბარი, ლაპარაკი, დიალოგი, გარჩევა და ყველაფერი. დღეს არის 26 თებერვალი და ეხლა არის 3 საათამდე აკლია 8 წუთი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი თემა იქნება აღდგომა. აღდგომა არის წინ. ამაზე კიდე მექნება საუბარი, მაგრამ როგორც გუშინ გითხარით ისე მე ამ საკითხებზე სკრუპულოზურად მაგ გავლილი ბიბლიური სტატიებით, მუხლებითაც, ლოგიკურადაც, რეალურად, ყველაფერი, სკრუპულოზურად. მაგრამ ახლა ახლებისთვის კიდე ვამბობ და ძველებისთვის კიდე უფრო, ასე ვთქვათ, განმარტავთ და გავარჩევთ ამ საკითხს, რომელიც არის ძალიან აქტუალური ქრისტიანულ საქმიანობაში, რელიგიაში უბრალოდ. მოკლედ, მეგობრებო, არიან ადამიანები, რომელთაც ჯერავთ, ჯვარცმა ხომ გავიარეთ, ახლა ჩვენ ჯვარცმა არ ყოფილა თქო ვამბობთ. გამიგეთ? ეს დაწერეს ურიემა სპეციალურად, რომ ჩვენი ღმერთი ყოფილიყო ასე წამებული, ჯვარცმული, დამარცხებული და არა გამარჯვებული. გამარჯვებული არის წმინდა გიორგი, იმიტომ რომ წმინდა გიორგი როგორც კი ასოციაცია წარმოგიდგება, ის არის ცხენზე ამხედრებული, შუბით ხელში და ისე რომ უწყობს კლავს. ქრისტე ასეთი სახით ჩვენ არ წარმოგვიდგინეს. ხომასია. და სწორედ ამიტომ არის რომ ყველა ფილმებში, ყველა ნაწარმოებში და ასე შემდეგ, ყოველთვის ესე იგი თუ შენ გინდა რომ იყო ქრისტიანი და ასე შემდეგ და ასე მორწმუნე და ძლიერი, შენ უნდა იყო ჩაგრული, შენ უნდა იყო თამდაბალი, შენ უნდა იყო მონა, შენ უნდა იღვაწო, იშრომო, ოპტიღვარო ყველაფერი, მაგრამ სამოთხე აქ არ გეცება. იქ რო წახვალ მერეო და მღვდლებისთვის აქ არის სამოთხე. ისინი აკალაგებენ არიან სამოთხეს. ამიტომაც არის რომ რაც ფილმებიც კი არსებობს ასეთ რაღაცებზე გადაღებული, ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლის პერიოდში, სულ ეგეთი რამეა რომ შენი ღმერთი ვინ არის? გამიგე? ქრისტიანებს ვთქვა. შენი ღმერთი ვინ არის? აი ესე ჩაგრული, რომ აი ეს არაფერი არ შეუძლია გაარტყა, მაგით მიუშვერ. მეორე კიდე მე რა და გილაწუნები და პასუხ ვერცემ და მე მოყოდები და ჩახვალ საფლავში, მერე მოგეცემა ოიგ რაღაცა. ესეთ. მეორე ბარეგამ იმასაც ვიტყვი, რომ ჯვარცმის ტარება ეს არის, როგორ გითხრათ, მოდი ასე ვთქვათ, დღევანდელი იმით არის ცუდი აურის ტარება. რატომ? კიდე ვიმეორებ, წინათ რაც ლექციები და ისინი მქონდა, კიდე გადავიმეორებ ამას და ვიტყვი, რომ როდესაც დედას შვილი დაიღუპება, მოდი ასე ვთქვათ, ავტოკატასტროფაში, ხო, და მიენარჩა ასე ვთქვათ, ანძას, ან ხეს, ხო, და დაიცვალა. და მერე დედამ და მამამ რო აწარონ ის ხე, რასაც მიაკვდა თავის შვილი, ის რომ გულზე ატაროს. და მე იქ თავისი შვილი კიდე. აი ესე მიძღვრეული და ის რა ქვია, მაბადია და სპად მოგრეული, დასისხლიანებული და აი ეს სიმბოლოდ რო გაიხადოს. არსებობს ასეთი რეალობაში, ხო არ გააკეთებს კაცი შვილი დედამიწის ზურგზე, ხო? და ჩვენ ისეთნაირად მზაკრულად ჩაგვინერგეს, რომ აი შენი ღმერთი, რომელიც ჩვენ ვაწამეთ, თავსლად დავასხით, ჯვარზე გავაკარით და დამარცხებულია, ის აიქ უნდა დაიკიდო. რაც არის, როგორც გითხარით, უარყოფითი ენერგიის მატარებელი. ამიტომაა ეს ქრისტიანობა უღმართად როა. ყველასპარ რელიგია კიდე, მაგრამ ეხლა ჩვენზე გვაქვს საუბარი, ხო? ეს მეორე. ეხლა მესამე და მთავარი. აღდგომას რაც შეეხება, ამაზე კიდე როგორც გითხარით, ბევრჯერ მქონდა საუბარი დეტალებში, მაგრამ ეხლა ცოტა სხვა მხრით. ძველსაც ვიტყვი და ახალსაც. ჩემომეგობრებო, ის ადამიანი, რომელიც დღეს იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ჯერავს, რომ ქრისტე აღსდგა. ხო?
ხორცით აიჭრა ზეცაში. ანუ მეფა წაიყვანაო. იმას, ბოდიში, ის ავტომატურად ელის ხორციელადვე ქრისტეს ჩამოსვლას. გესმით? ყოველსია, ლოგიკა ასეთია. თუ შენ წამს იმისა, რომ ქრისტე ხორციელად აიყვანა, აიყვანა ღმერთმა ცაში, მაშინ შენ ბუნებრივია ელოდები იმას 2000 დამთავრდა ის 2000 წელი, მაგრამ გადავიწვით უკვე. დროში გადავიწვით, მაგრამ კიდე გამწვარია მაგას მაინც ჯერავს, რომ ქრისტე მაინც მოვა ხორციელად ციდან, მურუბლებიდან ჩამომავალი. ყოველსია, ლოგიკა ასეთია, ხო? 100%-ს ყალი რო არ გაუვაიცე. მაგრამ მაშინ შენ ავტომატურად უნდა აღიარო ის, რომ შენთვის ღმერთი, აი რასაც ვია ღმერთი, არის ვიღაცა ისიც ხორციელი. და ისიც ზის სადღაც პრობლემში. რომელიც არ არსებობს. ასეთი რა. ხო? მესამეთი და თუ შენ აღიარებ, რომ ხორციელად ვიღაცა აიყვანა ღმერთმა, მაშინ შენ უნდა კერძო დამტკიცებას არ უნდა მაგას, მაშინ შენ უნდა აღიარო ის, რომ იქ სადღაც ცაში არის შემოგარგებო რაღაცა რეზიდენცია, ასე ვთქვათ, ღმერთის საუფლო, სადაც არიან ჩამომსხდარნი იქ და დავიცი ალბათ თავის სამყაროს აკეთებენ ხორციელად, იქ ცაში. ხო? და ელოდებიან დროს, როცა ღმერთი მათ ეთქვის, რომ ეხლა შენ წადი, ეხლა შენ წადი დედამიწაზე, ეხლა შენ წადი. მაგრამ თქვენ ეს ეხლა ზოგიერთებმა ვისაც ჯერავს ეს, ხო? იფიქრეთ, ხემაინც რეალურად იფიქრეთ კი საკუთარი თავით, რომ ცაში არის რაღაცა, იქ რაღაც რეზიდენცია, ასე ვთქვათ, სამეფო ღმერთის, სადაც ხორციელად დროებით არიან დაპაუზებული. რომელიც ესეც არ არსებობს, ხო? შემდეგ თუ შენ აღიარებ იმას, რომ ქრისტე იქნა თუ კიდე ვიღაც წინათ კიდე რო იყო ასე აიყვანა ღმერთმა 1-2 და რაღაცა, მაშინ თუ შენ აღიარებ, რომ არა იქ ღმერთი ხორციელი პლანში არ არისო და რაღაც ისეთი არსება არის, მაშინ ანტიაზრები გამოვა. ან კიდევ უნდა აღიარო ის, რომ მართლა რაღაც არსებობს, რა ქვია, უცხო პლანეტელები, ასე ვთქვათ, რომელიც ჩამოფრინდებიან თავის დროს, რომელიც ხატებზე ბევრგან არის, ძალიან ბევრგან არის. და ჩამოდიან და მიჰყავთ ეს ხალხი და აიყვანენ. და აი ამ შემთხვევაში კი ბატონო, იმათ იქ აცხოვრებენ, რაღაც ამას გაუკეთებენ, რაღაც ზერექსის, იმიტომ რომ იმათ ასე ვთქვათ ტექნოლოგიები აქვს, სასწაულები გამიგე და ან გაყინავენ და მერე გარკვეული თუნდაც 2000 წლის შემდეგ მერე გამოუშვებენ ისევ აქ. მაგრამ მაშინ უნდა აღიარო, მაშინ უცხო პლანეტები რო არსებობენ. ეხლა ვის რასი დასჭირდა აგეთი რამ? ხო ვამბობ არა ყოველთვის, რომ ეს არის შემოკარგებო, ესე იგი იმათი ტექნოლოგია დამუშავებული, რომ შენ ესე იგი ერწყმო ისეთ რაღაცას, რომელიც არის მიუწვდომელი, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ მიუწვდომელი იმიტომ გაგვიხადეს, რომ შენშია ღმერთი. და ის რაც წინა გააქვს, ის აქ არ უნდა ეძიო, რამე იქით ეძიო, დაგაბნიონ იმიტომ, გესმით? ყოველთვის უნდა იყოს მიუწვდომელი და მერე უნდა ემორჩილო მთელი ცხოვრება და მერე რომ მოკვდები კიდე ცხოვრებაში ვერ ეგრისები საიქიოს. გამიგეთ? აი 60-ს ვერ ეგრისები. რომელიც არის ცხოვრების აბსურდი. აი ამ აბსურდში გვამყოფებენ რამდენიმე საუკუნეა. გესმით? ეხლა რა სიჭირდებათ, ვინც მოიგონა ეს, რა თქმა უნდა, ეს
პროგრამა მათ გადააბარებს, რა ქვია, ეკლესია დაძლებს, უпроსოდ საპატრიარქოებს და ისინი ამას იყენებენ. იმიტომ რომ ეს არის მათი დედლაინი. გესმით? ამით მართავენ მერე წყურებს. და ეუბნები, აი ხვალ კი, მაგრამ ეს 2000 წლის განმავლობაში. 2000 წლის განმავლობაში. ნუ თუ ღმერთი არ არსებობდა ამ ქვეყანას. ნუ თუ კაცობრიობის მშველელი, ან რომელიმე ქვეყნის მშველელი, ან სოფლის თემის მშველელი არ არსებობდა, კაცო, არ არსებობს. 2000 წლის განმავლობაში ესე იგი ღმერთი არ არსებობდა? ხო გეუბნები, კიდე დამთავრდა ეს 2000 წელი და კიდე ვიცი სადა ვარ, ხო? ეხლა მე არ ვამბობ იმაზე, რომ ცეცხლის გარდამოსვლაზე მაგაზე რამდენი წერე და რამდენი ვილაპარაკე, ვილაქალაქე, რა ვიცი. აზე არა ვარ რა. ცეცხლის გარდამოსვლა კი არიან, ეხლა ის ფლას ასავლეო, არიან როცა კი ბატონო ცეცხლის გარდამოსვლა არ არისო, თვილი არისო, მაგრამ აღდგომაო კაცურას ვქიო. აღდგომას ნუ შეეხებიო. გამიგე ეს ასეთი პარტია ხალხი, როგორ გიხართ? კიდე უფრო დაკვადრატებულები არიან იმაში, აზროვნებაში, ჩაჭედილები არიან. იმიტომ თუ ერთის არ გჯერა, თუ მეორეს არ გჯერა და თუ მესამეს თუ იცი რომ ყველაფერი ურიების მოგონია, ყველაფერი თქვილია, აი ამ ერთს დაგიტოვებდნენ? სიმართლეს? ხალხო, ქრისტეს მოსვლა როგორ გითხართ ახლა? ის ახლა დღეს რომ ღრუბლებიდან ელოდება იმას, ის საერთოდ ზღაპრებში. ის საერთოდ გასულია მომსახურების ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანული გაგებიდან. გესმით? მაგრამ სად არის ჩვენი საშვილი ვიყოს კაცი ახლა? ხო, სულ ამას ვლაპარაკობ, რომ ღმერთი არის თქვენში, უნდა ეძიოთ თქვენში და არა სხვაგან იქ მოუსავლეთში. გესმით? ცეცხლის მოსვლა კიდევ ტყუილი არისო, ის ტყუილია და აღდგომა რას ლაპარაკობობას. რამდენი ვიდეო მქონდა, რამდენი ვიდეო ლექცია და ასე შემდეგ ამაზე მასაუბრები ვინც ხარ. ცეცხლის გარდამოსვლაზე კიდე ისევ სტანდარტულად დაიწყება ხარგებისები, კიდე რამდენიმე ნაწილს. ეხლა მეტი რაღა უნდა ვილაპარაკო აღდგომაზე. ხალხო, გეუბნებით, ესე იგი თუ აღიარებს ვინმე რომ ცოცხლა დავიდა ვინმე იქ, ან უნდა აღიარო ორი რამ. ან იქ სადღაც ცაში არის შენობა, სადაც იკავებს ამ ასე ვთქვათ სხეულებს, ჭურჭელს და მერე დროთა განმავლობაში მერე უშვებენ აქ დედამიწაზე. ან მეორე რომ არსებობს უცხო პლანეტელები და ჩამოფრინდებიან და აიყვანებენ ვის სჭირდებათ ის იმ ადამიანებს აიყვანებენ და მე ჩამოიყვან როგორც საჭიროების და მიხედვით. გესმით? აი ეს ორი ვარიანტი უნდა აღიაროთ. ამ ორი და რომელს აიჩერთ? ორივე არის, ნუ პრინციპში ის პირველი ხო საერთოდ აბსურდია. მეორე კიდე შეიძლება უცხო პლანეტების ამბავი. ეს შეიძლება კიდე რომ დაიჯერო, აიყვანეს ადამიანი და კი ბატონო მე იქ რაღაც სხვა სამყაროში რაღაცა გაუკეთეს და ან მიაძინეს და გააყინეს რაღაც და ჩამოიყვანებინ. ეს კი ბატონო. ეს უფრო მისაღებია. თუ არა ეხლა სადღაც ცაში რო იქ სამეფო არის იქ და იქ რო წვანან ძინავ ან ლეთარგიულ ძირში არიან ან გაყინავენ რა ვიცი რაღაცა. ხო? და მესამე კიდე უნდა აღიარო ის რომ ღმერთი არის მართლა ცოცხალი არსება ჩვენისთან. ხალხო, ეს არის გარდასახვა ადამიანებისა, გამიგეთ? როდესაც ქრისტე, ნუ როგორც წერია ესე ჯვარ სიკვდილის შემდეგ ასე ვთქვათ, ხო? სიკვდილის შემდეგო მესამე დღეს რო დაინახავენ მართა და მარიამი რო დაინახავენ, ხო? და
რო ვერ იცნობენ. რატო ვერ იცნეს? თქვენ როგორ 3 დღის უკან ადამიანი გარდაიცვალა და 3 დღის შემდეგ ვერ უნდა იცნო? აი ეს მითხარი. ერთი წუთი რა არისო? მას წმინდანები ვის ხედავდნენ გამოცხადების დროს, მაგალითად მამა პაისიმ იხილა უფალი მარიამი და სხვა მეგობრებო, ამაზე ახლა როგორ ვითხარით წმინდანები, მე ამაზე კიდე ცალკე მქონდა საუბარი, რომ ყველას აი ეს აქ ჩაციკრო, აბა წმინდანები ისე რო იყვნენ და ასე რო იყვნენ. წმინდანები გეუბნებით, ესე იგი იყო პერიოდი, როდესაც ქვას ეთაყვანებოდნენ, ქვა იყო ღმერთი ან კლდე. იყო პერიოდი, როდესაც მგელი იყო, ცხოველთა ტოტემური ღმერთი. იყო პერიოდი, როდესაც ხეს ეთაყვანებოდნენ. ანუ მუხის, ხო? აი ჭკონი, მეგრულად რომ ყოველდღე ჭკონის ის ხდება. მაგაზე მიდიოდა წირვა, ლოცვა, გავიც ყველაფერი. გამიგეთ? და ამის გამო ხალხს ჯერავდა რომ ის იყო ღმერთი, ის იყო ღვთაება, თუ იმას რაღაცა შეძირავდნენ და მასზე მიდიოდა ლოცვა და ერთიო მიდიოდა მერე ომები ასე ვთქვათ, ნუ დაესმებოდნენ, მაგაზე იყო ლოცვა და მაგის გამო ხალხს ისე ესწრებოდა, ისე ლანდებოდა, გესმით და იმაზე იყვნენ გადაგებულნი. მე ახლა მოკლედ გეუბნები თუ არა წინა ლექციებში ძალიან ისამაკ ფართოდ ამ თემაზე დასაუბრები, თუნდაც აიზეს და სხვებზე კიდე, გესმით? და ის რო ხილვაში იხილა, ეს არ არის დიდი ამბავი, კაცო, ხილვაში იხილა, ბევრი რამე იხილა. რაზედაც ჩაიციკლები ის მოგეცემა ხილვაში. რაზედაც ჩაიციკლები. ამაზე მე საუბარი კიდე პირადი მაგალითი კიდე ავიღე და ისიც ვისაუბრებ, ვისაც ახსოვს ეს და ბარეგან მოგიყვები ხა დრო არა მაგ იმდენი, მაგრამ შევეცრებით ჩქარა რო ვილაპარაკო. ესე იგი იყო პერიოდი, როდესაც აი მე შეიცან საკუთარ თავის პოზიციაში, აი პერიოდში რო ვიყავი. რომ მე აღმოჩნდი 2000 წლის უკან. ის რა გზაც გაიარა ქრისტემ, ესე იგი ფეხით ჯვარი ხარზე დაკიდებული და მე ჯვარცმაზე და იქიდან რომ უყურებდი ყველაფერს, აი იმ სიტუაციას ვხედავ. გესმით ახლა რას გეუბნები? ეს შეუძლია სულს ასეთი გააკეთოს. თუ მიყვალ იმ დონემდე. და მე ვიგზენი მთელი ეს ისე რა ქვია იქ ტრაგედია რაც იყო. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ტყუილიო. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რამ ხელაზე იყო ჩემში შემოჭრილი, რამ ხელა დოზი. ესე იგი ჩაფუჭი დავიტყე აქ სპეციალურად, იმიტომ რომ უგზნობელი მქონდა აი ეს ადგილები. ჩაფუჭი დავიტყე და ვეღარ გზნობდი. ესმით ახლა. აი რა შეუძლია აიმ ზომბირებას, რომელსაც შენში ჩაჭედავენ. გესმით რას გეუბნები? ამიტომ რითაც ადამიანი რაზედაც დაიწყებ აზრის მიმართვას და მე მით უმეტეს ამხელა ას ბიბლიური ეს აქ ქონდა მაშინ თავში. გამიგე და ეს გათავისდა ჩემში. და მე მართლაც მეგონა რომ ნუ აი ეს იყო მოლანდება უკვე, ეს იყო ხილვა იყო, გამიგე, მაგრამ ეს იყო ის, რასაც მე ვფიქრობდი. მაგრამ ჩემი ფიქრი არ იყო, ეს იყო ის, რაც მე მომაწონეს ბიბლიიდან. და იმაზე ჩავიციკლე. გესმით? და ის არ მომესახა. თუ არა, კარგით, ახლა დაუბრუნდები იმას, რაც ვამბობდი, ხო? ეს არის გარდას რატო ვერ იცნეს თქო, ქრისტე 3 დღის შემდეგ. როგორ ფიქრობთ? მე ქრისტეებმა მოდით კაცო და ხელი მომკიდეთო კაცო, მომკიდო და ვოიმე შენ ახლა რა ბრმები იყვნენ? აი ბრმას შეიძლება უთხრა ასეთ შემთხვევაში, მოდი კაცო და მიცანი ხელი მომიფათურე სახეზე, წვირზე, თვალზე, ლოყაზე, ტანზე რომ მიცნო თქო. აი მაშინ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, თორა ნათელ ადამიანს ასე ხილვა როა, ყველაფერი როა ისეთ ადამიანს რა თქმა უნდა, მოდი ახლოს თქო კაცო, ხედავ აგე 2-3 მეტრში და ვერ მიცანი. არა ის მეურება მე ვარო. რავა ვერ მიცანი თქო კაცო აგერო, მე ვარო. იმიტომ რომ ეს იყო ხალხო გარდასახვა
სულის გარდაცვალება, სული წავა, მოვა მეორედ ვიღაცის ხეულში, ჭურჭელში ჩაჯდება. გესმი? მე იმანაც მეორე ვიღაცამაც კიდე მოიარა მთელი სამყარო, მოჭამა თავისი და მოკვდა ისიც წავიდა და ასე ტრიალებს ეს სული ცასა და მიწას შორის. გამოკიდებული. არა და თუ მოვიდა მეორედ სიკვდილის შემდეგ, ხო? თუ აღდგა, ხო? მე ისე რაღაც მიდიოდა. ოჯახაში ნუ პარადოქსები წერია რა. ხო, ნუ გასაგებია და აი ამით მართავდნენ ისინი რა ქვია კაცობრიობას დღემდე, მაგრამ უკვე მესამე დღეში ვარ, ანუ 21 საუკუნეში ვარ და მოვიდა უკვე დრო ხალხმა ყველაფრის გახსნისა და სოფლიო უკვე მიმხდარია ვარიანად ამას. კარგით, მეგობრებო, მე მგონი რაღაცა ცოტა საკმაო გითხარი და ზოგჯერ საკმაოზე მეტი, მაგრამ ცოტა ვიფიქროთ და დავანებოთ ამ იმას ზღაპრებს თავი. ვიფიქროთ საკუთარ თავზე, საკუთარ თავში ვეძიოთ ღმერთი. აი ეს არის ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი მიღწევა. აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მე მანქანით იმიტომ ვიცერ ყველაფერს რომ სახში რომ ვარ მე ფიზიკურად არ მცალია გამიგეთ ბევრს ერთმა ზურაბ ციცკილაძე მითხრა ერთხელ ხომ აი ეს ფორმატიო შენ რომ მანქანით ამბობ რაღაცა და ბიჭო მე უთხარი აბა სტუდიაში დაждდომას მე არ მაცლია და სხვანაირად სახში რომ შემოვა მე რაღა მცალია ერთი წუთი და რა ვქნა მე უთხარი და რა მნიშვნელობა სალაპარაკოს როგორ ვიტყვი გინდა მირბირვარისე ვიტყვი მინდა მოფრინავის და მინდა მანქანით და ეს რა გვი გინდა თოხნი და ისე ვილაპარაკებ რა მნიშვნელობა. კარგით მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრა მე აი ამ წერილებს ვერ იმას ვიზამ, მაგრამ ღამით მე გიპასუხებთ ყველას ერთად თუ რამე არის კითხვარი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.